მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო და საყვარელ მაყურებლებო. ესე იგი, დღეს მინდა ჩავწერო ვიდეო იმაზე, თუ როგორ მოვიქცეთ იმის მერე, რომ გავიღვიძებთ. ანუ ამის კეთება დავიწყე რაღაცა ხნის წინ და ძალიან აღფრთოვანებული ვარ შედეგებით. იმის გარდა, რომ ჩემი თეძოები, დუნდუზები, ფეხები მშვენიერ ფორმაში მოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ვარჯიშობ, ისედაც იოგას ვაკეთებ, ამ სავარჯიშოების მერე საერთოდ გალამაზდა. ხო და მოკლედ, რამდენიმე წუთი სანამ კიდევ წევხართ ლოგინში, მშვენიერი პრაქტიკა არის, შემდეგი რამდენიმე სავარჯიშო. განსაკუთრებულად ქალებისთვის არის კარგი, იმიტომ რომ ციკლი უფრო მარტივი არის PMS-ი, უფრო უმტკივნეულო არის ციკლი და უფრო დაალაგებული არის. ასევე თუ გაქვთ, აი წყალი თუ გიდგებათ ფეხებში, ხელებში, ასევე ანუ ლიმფურ სისტემას ახვიცებს ფაქტიურად დილით და ასევე თქვენს ხასიათს სხვა ტალღაზე აყენებს, იმიტომ რომ თეძო არის, აქცენტი არის თეძოზე ამ სავარჯიშოში და თეძო ეს ჩვენი საყრდენი, ჩვენი ხასიათი, ჩვენი მოდუნება და რა თქმა უნდა მენჯის და მენჯბარძალის სახსრები და კუნთები უმნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს მთელს ცხოვრებაში. ამაზე რა როლს და როგორს და რისთვის არის საჭირო ამ ყველაფრის გამაგრება და გაჯანსაღება მერე ცალკე ვიდეოს ჩავწერ და მოვყვები, იმიტომ რომ საოცარია რამდენად მნიშვნელოვანია მენჯის არე მენჯბარძალის სისტემა და ანუ მაგაზე მე. ეხლა მოგიყვებით, აი იღვიძებთ დილით, დავიკიდოთ ბალიშზე თუ ბალიშის გარეშე, წევხართ ზურგზე, შეგიძლიათ გადახვიდეთ მატზე, მაგრამ აი ჯობია პირდაპირ სანამ ლოგინში წევხართ, ამოიყვეთ ბალიში, აწიეთ ფეხები და ხელები ჭერში და დაიწყეთ ამ ხელების და ფეხების ფართხალი, სუნთქავთ მუცლით. სადღაც 1 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ დაითვალოთ, თან დააკვირდეთ რა ხდება ფეხებში, ხელებში, როგორ თანთალებს თქვენი ბარძაყები, ხელები და ფეხები. გრძნობთ, რომ იღვიძებს სხეული და ცოტა ხანში აწიეთ ხელები და ფეხები ჭერში და ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვასთან ერთად დააბრუნეთ და ისუნთქეთ მუცლით, მოდუნდით, იგრძენით, როგორ დაიწყო სითხეების მიმოძრავება, სისხლის, წყლის, თქვენს კიდურებში და სხეულში. შემდეგ მოხარეთ ფეხები, დადეთ მენჯის სიგანეზე, ანუ მხრების სიგანეზე, ხელები მოაბრუნეთ ხელის გულებით ქვევით და დაიწყეთ ესე მენჯის, როგორც საცეკვაო მოძრაობით, თუ გამოგივათ ან ესეთი მარცხნივ, მარჯვნივ, ერთი თეძო, მეორე თეძო, ერთი თეძო, მეორე თეძო. ან უბრალოდ აწიეთ, ჩაწიეთ, ანუ ჩაწიეთ, ერთი თეძო, მეორე თეძო, აწიეთ, ერთი თეძო, მეორე თეძო და სანამ მაქსიმალურად არ აიწევით და ასე შემდეგ. მე ვაკეთებ, აი მიყვარს ეს გამოძრავება მენჯის. და იწყებთ 5-დან 4, მე მგონი ეს მე-4-ია, აღარ მახსოვს. არ დგავთ ფეხებს ფეხის თითებზე და იწყებთ 5-დან, რამდენიმე დღე აკეთებთ 5 ჯერ, შემდეგ აკეთებთ 7 ჯერ, შემდეგ 10 ჯერ და ადიხართ 15-მდე, 20-მდე და სულ რამდენიმე წუთს იკავებს ყოველ დილით. და ისევ ისვენებთ, სუნთქავთ მუცლით და აკვირდებით რა ხდება თქვენს მენჯში, ხელებში, ფეხებში. ნახევარ წუთამდე ესე წევხართ და აკვირდებით. და
შემდეგი თუ გინდათ დაამატეთ, თუ არ გინდათ არ დაამატოთ. მოხარეთ ფეხები. აქ უკვე ტერფები და მუხლები ერთად არის. ხელის გულები მობრუნებულია იატაკში და ვიწყებთ შემდეგთ. ესე იგი, ავწიეთ მენჯი მაღლა, გავშალეთ მუხლები, შევკარით, დავდეთ. და ასე ვაკეთებთ 5-10 ჯერ. უსინკო, მოდი აქ, მოდი ჩემთან. ხო და ჩამოხსენი. ეგ არის და ეგ. მოკლედ ამ ვიდეოს დავდებ. ჩემი მომიყვანე, ჩემი საყვარელი ბავშვები უკვე მეძახიან. ეგ არის თქვენი დილის პრაქტიკა, რომელიც არის, იდეალური ჩემთვის, ძალიან მომწონს, თუ ვერ ვასწრებ სრულ პრაქტიკას, ვაკეთებ ამას. სულ რაღაცა 5 წუთი გრძელდება. არც კი. და მშვენივრად მოქმედებს მთელს ნერვულ სისტემაზე, მენჯზე. მოდი, ჩემო სიყვარულო, მოდი. ეს კიდე ჩემი საყვარელი ოჯახი.